კონორ მაკგრეგორი MMA-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ისტორია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, არც არავინ დავობს, არც არავინ კამათობს, თუმცა ფაქტია, რომ ამ ისტორიას კარგი ფინალი აშკარად არ აქვს. დღეს მინდა რომ გესაუბროთ ზუსტად ამ ყველაფერზე, მიზეზებზე თუ რამ გახადა ჯერ კონორი და შემდეგ რატომ აქვს მის კარიერას ასეთი ცუდი დასასრული. ჩემი არხის წარმდგენია აჭარაბეთი, UFC-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. თუ მოგწონთ MMA, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, დაალაიქეთ ეს ვიდეო. ახლა კი დაუბრუნდეთ კონორს. სანამ დაღმასვლაზე ვილაპარაკებთ კონორ მაკგრეგორის, მინდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია მისი ასეთი პოპულარობა და ასეთი შედეგები. ხო და წარმატების პირველ მიზეზად მინდა კონორ მაკგრეგორის ტალანტი დავასახელო. ბევრჯერ გვისაუბრია მის გულშემატკივრებს და ზოგადად MMA-ის ფანებს, რომ ის იყო სანტექნიკოსი, ასე მიაღწია სანტექნიკოსიდან MMA-ის ჩემპიონობამდე წარმატებას, მაგრამ ეს ასე არ იყო. კონორ მაკგრეგორი ყოველთვის იყო დაკავებული სპორტით, თამაშობდა ფეხბურთს და სხვათა შორის 12 წლიდან ვარჯიშობდა კრივში. იქ არის საუბრები იმაზე, რომ ის ირლანდიის ნაციონალური ჩემპიონი იყო. თუმცა ამის ასეთი ოფიციალური დასტური ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ ის რომ ის იყო სამოყვარულო კრივში დაკავებული ბავშვი და იზრდებოდა ამ სცენაზე, ეს ნამდვილად ფაქტია. MMA-ის კარიერა მან 17 წლის ასაკში დაიწყო და მიუხედავად საწყის ეტაპზე 2 მარცხისა, იმდენად ლამაზი და ეფექტური ნოკაუტები ჰქონდა, რომ ტალანტი იყო აშკარად სახეზე. სხვათა შორის კონორ მაკგრეგორმა UFC-ში საკმაოდ პრესტიჟული Cage Warriors-ის 2 წონის ქამარიც მოიგო და ზუსტად ასე შემოუერთდა ორგანიზაციას. მისი ნოკაუტები ხდებოდა ჰაილაითები და არსებობს ესეთი ცნობილი ისტორია. დანა ვაითი როცა იმყოფებოდა ირლანდიაში, ირლანდიელი ხალხი მხოლოდ კონორ მაკგრეგორზე ელაპარაკებოდა, რის შემდეგაც შეხვდა კონორს და მას შემდეგ დაურეკა ზუფას მფლობელებს და უთხრა, რომ მე ახლა ვნახე ბიჭი, რომელიც თუ იმის ნახევარზე მაინც ჩხუბობს, როგორც ლაპარაკობსო, უდიდესი ვარსკვლავია და გაიფორმეთ კონორ მაკგრეგორიო. ასე დაიწყო, ასე მოულოდნელად კონორის სამოყვარულო კარიერიდან უცებ გახდა ჯერ ლოკალური ვარსკვლავი და შემდეგ უკვე UFC-ს წევრი და მთავარი მისი წარმატების საიდუმლოება, რამაც გამოიწვია და რამაც ააკრეფინა ამდენი ხალხი, იყო რომ მისი ნალაპარაკები და ნათქვამი სიტყვები სრულდებოდა უშუალოდ გალიაში და სწორი მეტოქეების ხარჯზე UFC-მ ძალიან მალევე შექმნა კონორისგან ვარსკვლავი. კონორ მაკგრეგორმა ისე მოიგო UFC-ს ჩემპიონის ქამარი 66 კილოგრამში, რომ მაქს ჰოლოვეის გარდა აბსოლუტურად ყველა მეტოქე ნოკაუტში გაუშვა. და დღემდე კონორ მაკგრეგორს ეკუთვნის, ეს შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ, UFC-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი და ზოგადად ყველაზე სწრაფი ფინიში საჩემპიონო ბრძოლაში. 66 კილოგრამში ჩემპიონის ქამრის მოგების შემდეგ, ბევრს შეიძლება უკვე აღარც ახსოვდეს, რომ ნეით დიას კონორი შეხვდა 77-ში, წააგო და 77-შივე მოითხოვა რემატჩი. მაშინ ესეთი დიდი კონორი ნამდვილად არ იყო, როგორც ეხლა 77-ში ჩამოსვლისთვის დაკლება რო უწევს, პირიქით აკლდა კიდეც კილოგრამი, მაგრამ ეს ასე ვთქვათ დაპირისპირება დაასრულა ჩემპიონობიდან რამდენიმე თვეში, ან მოასწრო ბრძოლების აღება და ამავე წელს 2016 წელს მას ჰქონდა თავის კარიერაში ცალსახად საუკეთესო პერფორმანსი ედი ალვარესთან და გახდა 2 წონის ერთდროულად ჩემპიონი. ეს UFC-ში მანამდე არავის არ ქონდა გაკეთებული, როცა ერთი ადამიანი 2 წონის ქამარს ფლობს ერთდროულად და აი ზუსტად აქ შეგვიძლია რომ დავასრულოთ უკვე უშუალოდ მის ტალანტზე საუბარი, რადგან ეს გზა მან გამოიარა ერთი ამოსუნთქვით. დაახლოებით 3 წელიწადი დასჭირდა იმისთვის, რომ აი მოსვლიდან და მისი სახელის გაცნობიდან აეწყო აი ასეთი კარიერა. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ხელები ჰქონდა მას, ვინც კი MMA-ში გვინახავს, რაც ყველაზე მთავარია, იდეალური ფუტვორკი. დღეს როგორც კონორსაც უყურეთ ჩვენ და ზოგადად ხედავთ თუნდაც ამ ბოლო ბრძოლებში, არაფერი არ აქვს საერთო იმ კონორთან, რომელიც ის წლების წინ ორგანიზაციაში მშიერი მოვიდა და უნდოდა რომ უბრალოდ მისი ახლობლებისთვის, მისი ოჯახისთვის და მისი ადამიანებისთვის ცხოვრება მოეწყო. ეს კონორი და ის კონორი ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანია. კონორს ზოგადად გალიაში აქვს, რა თქმა უნდა, რეკორდები დამყარებული, მაგრამ გალიის გარეთ უფრო შთამბეჭდავი რეკორდები აქვს. მაგალითად, ყველაზე მეტი pay-per-view 2.4 მილიონი pay-per-view სწორედ მას აქვს გაყიდული, რაც UFC-ს და ზოგადად MMA-ის რეკორდია. და სხვათა შორის
კრივშიც მეორე ყველაზე მეტი pay-per-view სწორედ კონორ მაგრეგორის ანგარიშზეა, რა თქმა უნდა, იქ ფლოიდ მეივეზერის ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეა, რეალობა ასეთია, რომ 5.3 მილიონი pay-per-view გაიყიდა კონორისა და ფლოიდის დაპირისპირებაში, წარმოუდგენელი რიცხვია. სხვადასხვა ფლოიდთან ეს დაპირისპირება ზუსტად ედი ალვარესთან ბრძოლის შემდეგ შედგა, მაშინ როცა კონორმა აბსოლუტურად ყველანაირ ვარსკვლავურ სტატუსს მიაღწია, რაც MMA-ში შეიძლებოდა რომ მიეღწია და ნელ-ნელა მინდა რომ თან მეორე მიზეზზეც გადავიდეთ, კონორის წარმატების მეორე მიზეზი გახდათ მისი პიროვნება. ერთი რომ წარმოადგენდა ირლანდიას, რომელიც მებრძოლების ქვეყანაა და ეს იმიჯი ძალიან კარგად მოირგო, მეორე საუბრობდა ძალიან კარგად, რაც სხვადასხვა ჩვენ სპორტში მაშინ და მის დროს არც ეგრე ხშირი არ იყო, არც ახლა არ არის პრინციპში ხშირი, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით არ იყო. იმაზე გელაპარაკეთ, რომ რასაც ამბობდა ის გალიაში ხდებოდა, მაგრამ რასაც ამბობდა ისე საინტერესოდ ამბობდა, რომ გალიაში რა მოხდებოდა, აბსოლუტურად ყველას უნდოდა რომ ენახა და ამით ძალიან დიდ ყურადღებას იქცევდა და სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩემი აზრით, რითაც კონორ მაგრეგორმა მოახერხა და MMA-ის, აი უშუალოდ MMA-ის სერიოზული ფანების პატივისცემაც დაიმსახურა იყო, როგორ შეხვდა ის UFC-ში თავის პირველ მარცხს. ნეით დიასთან მარცხის შემდეგ კონორ მაგრეგორი გამოიყურებოდა ისე, როგორც ნამდვილი ჩემპიონი და ამას ბევრი არ ელოდა, რომ ეს ბუშტი, რომელიც კონორ მაგრეგორია, როცა ჩაიფუშება, მანდ ნახავთ მის ნამდვილ სახესო. იყო ასეთი მოსაზრებები მაშინ MMA-ის ფანებში და აბსოლუტურად გაუცრუდა კარგი გაგებით ამ ადამიანებს იმედი და ჩვენ ვნახეთ ჩემპიონი, რომელიც დამარცხდა და ჩემპიონი, რომელიც აუცილებლად დაბრუნდებოდა და ამაზე უკვე გესაუბრეთ, რომ დაბრუნდა და მოუგო ზუსტად იგივე წონაში და არა 70-ში ნეით დიას. კიდევ ერთი დაუჯერებელი რეკორდი ეკუთვნის კონორ მაგრეგორს, რომელსაც თქვენი აზრით თუ ვინმე მოხსნის, დაწერეთ კომენტარში. ჩემი აზრით ეს რეკორდი ცალსახად ხელშეუხებელი იქნება. 2021 წელს კონორ მაგრეგორი იყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, ანუ MMA-ის სამყაროდან იყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, მისი შემოსავალი იყო 180 მილიონი ამ წელს და არ ვიცი თუ გჯერათ რომ ოდესმე MMA-ის მებრძოლი წელიწადში 180 მილიონს გამოიმუშავებს, დამიწერეთ ვინ გგონიათ ეს მებრძოლი. მე ვფიქრობ რომ ეს რაღაც ხელშეუხებელი მაჩვენებელია, რომელიც მხოლოდ კონორს თუ ჰქონდა შანსი და ეს შანსიც როგორც ხედავთ კონორმა თავის დროზე გამოიყენა. კონორ მაგრეგორის პიროვნებაზე საუბრისას შეუძლებელია რომ ხაზი არ გაუსვათ მის დამოკიდებულებას ოჯახის მიმართ. მე მესმის რომ ცოტა ხანში ისეთ რაღაცებს ვილაპარაკებ, რომელიც მეოჯახე კაცს არ შეეფერება, მაგრამ ფაქტია რომ ეს ადამიანი ყველა გამარჯვების შემდეგ მადლობას უხდიდა თავის ოჯახს და განსაკუთრებულ მადლობას უხდიდა მეუღლეს, რომელიც მაშინაც იდგა მის გვერდით, როცა სანტექნიკოსობით ირჩენდა თავს პარალელურად MMA-ის კარიერისა. და ყოველთვის ჯეროდა მისი, რომ მას შეეძლო გამხდარიყო დიდი მებრძოლი და ამაზე ერთი ძალიან ისეთი ემოციური ვიდეოც არსებობს კონორის, რომელსაც თუ მოგცემს YouTube-ის საშუალებას რომ ჩავსვათ, აუცილებლად გაჩვენებთ. I've lost my mind on this game, yeah. Like Vincent van Gogh. He dedicated his life to his art and lost his mind in the process. That's happened to me. But fuck it. And that gold belt was around my waist. And my mother has a big mansion. And my girlfriend has a different car for every day of the week. And my kids have everything they ever want. Then it will pay. Then I'm happy I lost my mind. Yeah. I'll die a crazy old man. გასაგებია ტალანტი, გასაგებია პიროვნება, რომელითაც ის ყურადღებას იქცევდა, მაგრამ ყველაზე დიდი მიზეზი მის წარმატებისა არის რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდა. UFC-ს ძალიან უჭირდა მაშინ ვარსკვლავები. კი, თითქოს ყავდა ვარსკვლავები, მაგრამ არ ყავდა გლობალური ვარსკვლავი და თითქოს ეს იყო ორგანიზაცია, MMA ზოგადად იყო სპორტის სახეობა, რომელიც კი ნელ-ნელა კრეფდა პოპულარობას, მაგრამ არ ყავდა ვარსკვლავი, რომელიც ეცოდინებოდა მთელ სამყაროს. მისი აი ეს უნარები ძალიან სწორად შეაფასეს. ზუსტად იქ მოხდა, ზუსტად იმ დროს, როცა კონორ მაგრეგორს, ასე ვთქვათ, ითხოვდა ორგანიზაცია, შესაბამისად მან მიიღო ძალიან სერიოზული მხარდაჭერა თვითონ როგორც ამ შემთხვევაში UFC-სგან,
ასევე გულშემატკივრების მხრიდან და ამან ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინა იმაზე, რომ კონორ მაგრეგორის წარმატებაზე თითქოს აბსოლუტურად ყველა მუშაობდა. თუნდაც ჟოზე ალდო, რომელიც უდიდესი ჩემპიონი იყო და 9 წელი არ ჰქონდა, საერთოდ მარცხი არ ჰქონდა ჟოზე ალდოს, ეს ის ადამიანია, რომელიც 13 წამში დაანოკაუტა კონორმა, თუ ვინმე ხართ ახლა ამ ვიდეოს უყურებთ და ეს არიცით. 13 წამში დანოკაუტებული ჟოზე ალდო იყო უდიდესი ვარსკვლავი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი UFC-სთვის, ვინც მაშინ იყო, მაგრამ ჟოზე ალდოს მოექცნენ ისე, თითქოს კონორ მაგრეგორი იყო უკვე 9 წელი რო ჩემპიონია და არ წაუგია ის მებრძოლი. ჯერ იყო და პრეს კონფერენციებზე აშკარად კონორ მაგრეგორს როგორც უნდა და ისე ხდებოდა ყველაფერი და მე საერთოდ პრეს კონფერენციების ტურნე მოუწყეს ამის ამ ორ ადამიანს და ირლანდიაში ჟოზე ალდოს რისი ატანაც მოუწია ეს ცალკე სალაპარაკო თემაა. მე მხოლოდ შემიძლია რომ მცირე ჰაილაითები შემოგთავაზოთ ახლა პატარ-პატარა ვიდეოების სახით. ასევე როცა გადაცემებში იწვევდნენ და ასეთი გადაცემები ბევრი იყო მაშინ ამაზეც მუშაობდა ორგანიზაცია, იქაც ფაქტია რომ ყველაფერი ისე ეწყობოდა როგორც კონორს სურდა. და მოკლედ კონორ მაგრეგორი იყო ადამიანი, რომელიც სწორ დროს, სწორ ადგილას მოხვდა და ეს თითოეული შანსი, რაც მან მიიღო, იდეალურად გამოიყენა. ზუსტად რთულია ესე დაღმასვლა, გაზომვა საიდან იწყება, მაგრამ ჩემთვის პირადად კონორის დაღმასვლა დაიწყო ფლოიდთან მარცხის შემდეგ. ოღონდ ამის მიზეზი ფლოიდთან მარცხი არ ყოფილა. თვითონ ეს ფლოიდთან დაპირისპირებაც თავის მხრივ ცალსახად ლეგენდარულია. იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით კრივის ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გაყიდეს pay-per-view და ეს თავისთავად ნიშნავს უკვე იმას რომ ეს დაპირისპირება იყო მაშინდელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ რაც ხდებოდა 2017 წელს საერთოდ, მაგრამ მარცხზე მნიშვნელოვანი იყო ის რომ მოგების შემდეგ კონორ მაგრეგორმა აიღო დაახლოებით 100 მილიონი და ამ 100 მილიონმა მოკლა მასში პრინციპში სპორტსმენი, რადგან თავად მისი სიტყვებიდან გამომდინარე, მას უკვე მიღწეული ჰქონდა ყველაფრისთვის. მას უკვე შეეძლო რომ საკუთარი მეუღლისთვის ყოველ დღე თუ არა ყოველ კვირა ახალი მანქანა ეყიდა, მისი ოჯახი ცხოვრობდა ძალიან დიდ სასახლეში, ცალსახად მის შვილიშვილებს უკვე ფაქტობრივად გარანტირებული ჰქონდათ კარგი ცხოვრება და მასში ეს შიმშილი რაც ქმნიდა ჩემი აზრით კონორ მაგრეგორად გაქრა. მან უკვე ყველაფერს მიაღწია და ზუსტად აქ შემოდის ნელ-ნელა უკვე მისი ცალკე ბიზნესები, მაგალითად Proper 12 ვისკი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვისკი იყო ფაქტობრივად შექმნის წამიდან. ეს იყო ვისკი გათვლილი არც თუ ისე მდიდარი ხალხისთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ყველასთვის ხელმისაწვდომი, თან იყო კარგი ხარისხის ვისკი, ძალიან ბევრი იყიდებოდა. სხვათა შორის კონორმა პროპერი გაყიდა 9 მილიარდად. ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა ინფორმაცია იყო ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში რო ვეძებდი, მაგრამ 9 მილიარდი იყო ისეთი ყველაზე სანდო და თან უბრალოდ ხო გაყიდა ეს 9 მილიარდი ხო აიღო, მაგრამ თან რჩება მაინც კომპანიაში და მუდმივად ასე ვთქვათ იღებს კიდე ამ პროპერისგან თანხას და ფაქტობრივად დაალაგდა მისი ცხოვრება. მისი ცხოვრება აღარ მოითხოვდა მისგან რაღაცა სასწავლების გაკეთებას და გამქრალმა мотивაციამ გამოიღო ის შედეგი, რომ კონორ მაგრეგორი უკვე უშუალოდ სპორტსმენი კონორ მაგრეგორი განადგურდა. ამ სპორტსმენი კონორ მაგრეგორის განადგურებას ძალიან შეუწყო ხელი იმან, რომ კონორ მაგრეგორმა თვითონ დაიწყო სმა. სხვათა შორის მთლიანად აი ამ პერიოდის განმავლობაში, რაცაც უკვე გესაუბრეთ, კონორ მაგრეგორი იყო სანიმუშო სპორტსმენი. არ მისაუბრია იმაზე, რამ ხელამნიშნულობა ჰქონდა მის წონის კლებას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი weight bully იყო კონორი, როცა 66-ში გამოდიოდა და ეს შეუძლებელია შენ თუ ყოველ წამს სპორტულად არ ცხოვრობ და კონორი ცხოვრობდა სპორტულად. ზუსტად ფლოიდთან გამარჯვების შემდეგ ეს სპორტული ცხოვრება ჩაანაცვლა უკვე სხვანაირმა ცხოვრებამ. იახტაზე ცხოვრებამ, ალკოჰოლმა და სხვა უფრო უარესად დამაზიანებელმა ნივთიერებებმა და ფაქტობრივად მას შემდეგ ჩვენ კონორ მაგრეგორი თავისი სრული პოტენციალით უშუალოდ 8 კუთხედში აღარ გვინახავს. ამ პრობლემის პირველი ყველაზე რეალური გამოვლინება იყო ხაბიბ ნურმაგომედოვთან
მის დაპირისპირებაში 2018 წელს MMA-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა კონორ მაკგრეგორის მარცხით დასრულდა. ამ ბრძოლას უკან ძალიან ბევრი რამ უძღოდა წინ და თუ გსურთ ამაზე შეიძლება საერთოდ ცალკე ვიდეოს გაკეთება, მაგრამ მაშინ ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჩემი აზრით კონორ მაკგრეგორს უბრალოდ სული წაართვა. ის ეგო, რომელიც მას ჰქონდა, საბოლოოდ გაუნადგურა ისე რომ მგონია იმ მიყენებულ ზიანს კონორ მაკგრეგორი დღემდე გრძნობს. უკვე გამოჩნდა რომ მებრძოლი რომელიც ჩვენ ვიცოდით შეიძლება აღარც არსებობდა. პრესკონფერენციებზე საერთოდ თვრალი იყო. კი, შეიძლება ბევრ სწორ მესიჯებსაც გზავნიდა განსაკუთრებით ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერის მიმართ, მაგრამ იქ ძალიან ბევრი ისეთი რამ თქვა და გააკეთა, რაც არც მის პიროვნებას შეეფერებოდა ჩემი აზრით და არც ზოგადად სპორტსმენს შეეფერებოდა. კი, ნამდვილად ბრძოლა გაიყიდა, გითხარით კიდეც რომ რეკორდული რაოდენობით, მაგრამ შედეგი მისთვის ძალიან დამაზიანებელი მივიღეთ საბოლოო ჯამში. ხო და აი ასე დაზიანებული ეგოთი დარჩენილი კონორ მაკგრეგორი რას გააკეთებდა თუ არა უარეს, როგორც ხდება ხოლმე ცხოვრებაში, აი სწორედ აქედან იწყება მისი ბრჭყალებში საგმირო საქმეების ისტორია. ჯერ იყო და დუბლინში მოხუცკაც დაარტყა და ამ ვიდეოს სულ ატრიალებდნენ მუდმივად. შემდეგ იყო იტალიელ მომღერალზე თავდასხმა რომში, ღამის კლუბში, რომელსაც ცხვირი გაუტეხა. ფრანჩესკო ფაკინეტი, ესე ერქვა ამ იტალიელ მომღერალს და ტევ წამყვანს. ესე მე არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მოვიძიე მაინც. მერე იყო მაიამიში ერთ-ერთი თამაშისას, მაიამი ჰიტის თამაშისას მასკოტისთვის უნდა დაერტყა. დაგეგმილი იყო ეს მასკოტზე დარტყმა, ასე ვთქვათ. მაგრამ არ იყო დაგეგმილი მეორე დარტყმა, რომელიც მიაყონა კონორმა და მაგრა დააზიანა ეს მასკოტი. იქ იყო კიდე მაშინგან კელისთან დაპირისპირება მეგან ფოქსის გამო. ბევრი რამ მოხდა და ყველაზე დიდი იყო ძალადობის შემთხვევა დუბლინში, რომლის გამოც კონორ მაკგრეგორს ჯამში ჯერ $250,000 დააჯარიმეს და საბოლოო ჯამში $1.5 მილიონი დაუჯდა ეგ ამბავი, სადაც არ გამართლდა. კიდე ერთი საინტერესო ამბავი შეემთხვა კონორს, როცა ფოტოები გაუგზავნა აზილია ბენკს, არსებობს ესეთი მომღერალი, მე იმ მომღერალმა ეს ფოტოები გაურცელა. ამაზე მოყვა რა თქმა უნდა ბევრი, სასაცილო ფოტოები იყო პრინციპში, ვიდრე სექსუალური შინაარსის და მე თვითონ ვთქვა რომ კარგითო დაანებეთო თავიო, ჩვენო 2016 წლიდან უგზავნით ერთმანეთს ეგეთ ფოტოებსო. თუმცა ესეთი რამეც შეემთხვა კონორს და საერთოდ მეორე კონორის პიკი არის, როცა ირლანდიის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს და თეთრ სახლშიც იმყოფებოდა სხვათა შორის, მაგრამ მერე ეტყობა ურჩიეს მეგობრებმა, რომ ამაზე სერიოზულად არ ღირდა საერთოდ ფიქრი. სხვათა შორის ირლანდიელ ხალხს ძალიან არ უყვარს კონორი. ყოველ შემთხვევაში ბევრი ამბობს, რომ ყველაზე ცნობილი ირლანდიელი არის კონორი ამ წამს, გამოკითხვებითაც ასეა და ისეთაც ასეა და ეს პირიქით მათ აღიზიანებთ და რწხვენიათ, რომ ირლანდიელ ხალხს წარმოადგენს კონორ მაკგრეგორი. ამასთან დაკავშირებით ესე ერთი ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, კონორ მაკგრეგორი როცა საღგონებაზე იყო და როცა მას ჰქონდა, ასე ვთქვათ, საქმე გასაკეთებელი, ჰქონდა მიზნები. კონორ მაკგრეგორი იყო თითით საჩვენებელი სანიმუშო ათლეტი. ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ საწყენია ზუსტად ამიტომაც ვწერ ალბათ ამ ვიდეოს, რომ საწყენია, როცა ასეთი ადამიანი მიაღწევს ყველაფერს, რაც მას უნდოდა და რაზეც შეიძლება არც უოცნებია და შემდეგ უკვე ასე იცვლება ამ დონეზე უარესობისკენ და დღეს ერთ-ერთი მიმი არის შეიძლება ითქვას კონორ მაკგრეგორი იმის ნაცვლად, რომ ისტორიას შემოენახა ის როგორც ლეგენდარული მებრძოლი, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, თავისი ბრალია მხოლოდ და ვერავის ვერ დაადანაშაულებს ამაში. ამ ყველაფრის ფონზე ახლა რაც მოგიყევით დაახლოებით 6-7 წელიწადზე გადანაწილებული ფაქტებია რა. დუბლინში მოხუცზე შეტევა, იქ იტალიელს რო ცხვირი გაუტეხა, იქ რო მაიამიში რო მასკოტს წვიტა, შემდეგ ის ძალადობა
ძალიან ბევრი რამე სხვადასხვა შორის არც გითხარით, იმიტომ რომ ცალკე შეიძლება გააკეთო ვიდეო კონორზე, სადაც ის ხო არღვევს კანონს და რა პრობლემები ჰქონია ზოგადად კანონთან ამ ადამიანს. ძალიან გრძელი პერიოდია ეს და ამ პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანი მუდმივად ცდილობდა რომ დაბრუნებულიყო უშუალოდ გალიაში, ჯერ იყო 20-20-ში წარმატებული დაბრუნება კაუბოის ერონისთან, რომელიც თავის მხრივ უკვე ცალი ფეხით უკვე წასული იყო სპორტიდან, იქ ძალიან ლამაზად მოიგო 40 წამში კონორმა, მაგრამ იყო დასტინ პორიესთან 2 მარცხი, დასტინ პორიე რომელიც პირველ რაუნდში ყავდა გათიშული, აქ ორჯერ ნოკაუტით დაამარცხა პორიემ და სხვადასხვა შორის ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ კონორი უკვე მებრძოლიც აღარ იყო ისეთი, როგორიც იყო განახარისხობრივად, უშუალოდ ტექნიკურად, იმდენი დრო ჰქონდა დათმობილი კრივისთვის, რომ მოკრივე კონორ მაკგრეგორი გამოვიდა, დგომი ჰქონდა ადამიანს შეცვლილი და არ იბრძოდა იმ დგომში, რომელ დგომშიც უნახავთ მანამდე მის გულშემატკივრებს და ბოლო უკვე წარუმატებლობა, მგონი ყველამ ნახეთ, ეს იყო ჩემი ბოლო ტრანსლაცია კომენტატორის ამპლუაში. Max Holloway-ის წინააღმდეგ, სადაც უკვე გამოჩნდა, რომ მისი სხეული აღარ არის სპორტსმენის სხეული. წლების განმავლობაში ეს არააქტიურობა აშკარად ჩანდა, რომ კონორი არც ვარჯიშსაც არ უთმობდა დროს. ესე 6 თვეში კარგი კემპით ამას ვერ ამოიღებ ამ ჩაგდებულ წლებს და მას უკვე სხეულიც აღარ ემორჩილება. სხეული აღარ არის ათლეტის სხეული და საბოლოო ჯამში MMA-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარსკვლავი დღეს არის საკუთარი თავის ჩრდილიც კი შეიძლება ვერ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩრდილი ვფიქრობ უფრო მაგარი იქნებოდა კონორის ვიდრე ნახეთ Max Holloway-ის წინააღმდეგ. თქვენ როგორ შეაფასებთ კონორ მაკგრეგორს, მინდა რომ დამიწეროთ კომენტარებში, მითხრათ თქვენთვის რა მოვლენაა კონორ მაკგრეგორი და რამდენად მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, რაც მისი კარიერის მეორე ნახევარში ხდება და მოხდა, იმასთან შედარებით, რაც პირველ ნახევარში იყო, რამაც ის აქცია ლეგენდად. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარისხი ლაკი, დაალაიქეთ აუცილებლად ეს ვიდეო. შემდეგშიც ვეცდები რომ მაქსიმალურად საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ MMA-ის სამყაროდან. დროებით.